დღეს ნატო საგარეო საქმეთა მინისტრებს ვმასპინძლობთ. განვიხილავთ ჰააგის ისტორიულ სამინდს, რათა დავრწმუნდეთ, რომ ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდის. განსაკუთრებით კი თავდაცვითი ხარჯების ზრდის ნაწილში, რამაც 5% შეადგინა. მეტი უნდა გავაკეთოთ ინდუსტრიული წარმოების მიმართულებითაც. რა თქმა უნდა, ვიმსჯელებთ იმაზეც, რომ უკრაინა მაქსიმალურად ძლიერი იყოს ბრძოლაშიც და მოლაპარაკებებშიც, როდესაც ის ნამდვილად დაიწყება. ვერ გავაკეთებ კომენტარს პუტინის მე ნათქვამ თითოეულ სიტყვაზე, რომელსაც სამხედრო ფორმაში ჩაცმული აკეთებს. სხვათა შორის ფრონტიდან საკმაოდ შორს. სამშვიდობო პროცესი გრძელდება. წარმატებული შეხვედრები იყო ამერიკულ და უკრაინულ მხარეებს შორის ჟენევასა და მაიამიში. გასულ ღამეს იყო შეხვედრა ასევე მოსკოვში. მნიშვნელოვანია, რომ სამშვიდობო პროცესი გრძელდება და ეს იმედია მიგვიყვას მშვიდობამდე. თუ ეს ზედმეტად დიდ დროს აიღებს და შედეგამდეც ვერ მიგვიყვას, რუსეთს ეწოლის საუკეთესო ორი გზა არსებობს. პირველი, რუსეთს გავაგებინოთ, რომ უკრაინაში შეიარაღების შედინება გაგრძელდება. ამერიკის შეერთებული შტატების და ევროპის წყალობით ახლა სწორედ ეს ხდება. მეორე კი ეკონომიკური სანქციებია, რომელიც ძალიან ეფექტურია და ახლა სწორედ ამას ვადევნებთ თვალს. ამერიკის შეერთებული შტატები და ევროპა მუშაობენ, რომ ამას მაქსიმალური შედეგი ჰქონდეს. ეს საუკეთესო გზაა, რომ პუტინის გათვლები შევცვალოთ. მიხარია, რომ შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დაიწყო სამშვიდობო პროცესი, რომელიც მხოლოდ დონალდ ტრამპის ლიდერობით გახდა შესაძლებელი. შეერთებულ შტატებთან ამ მხრივ გვაქვს აქტიური კოორდინაცია. ჩვენთვის მისაღებია, რომ სახელმწიფო მდივანი რუბიო დღევანდელი მინისტრების შეხვედრას გამოტოვებს. მის მოადგილესთანაც კარგი საუბარი გვქონდა. ყველა ვადევნებთ თვალს მოსკოვში მიმდინარე მოლაპარაკებებს, ასევე კიევიდან თუ სხვა ადგილებიდან მიღებულ ინფორმაციას. არავინ უნდა სცადოს ეგრეთ წოდებული სამშვიდობო შეთანხმებიდან მიიღოს ის შედეგები, რომელსაც ფრონტის ხაზზე ვერ აღწევს. რუსეთი ახლა სწორედ ამას ცდილობს. რუსეთი ცდილობს ძირი გამოუთხაროს ამერიკის შეერთებული შტატების პოზიციებს მსოფლიოში. ცდილობს დაჰყოს ნატო და ამ ყველაფერს ეგრეთ წოდებული სამშვიდობო მოლაპარაკებების ფარგლებში აკეთებს. უკრაინა იმსახურებს მშვიდობას, რომელიც მყარი და ხანგრძლივია. ნორვეგია დღეს აცხადებს დამატებით $500 მილიონი ოდენობის პროგრამის შესახებ უკრაინისთვის, რომელიც ეგრეთ წოდებული პურლის პროგრამის ფარგლებში გამოიყოფა ორ პაკეტად. ერთ-ერთი გერმანიასთან და პოლონეთთან ერთად განვახორციელეთ, მეორე კი გერმანიასთან და ნიდერლანდებთან ერთად. დღეს სწორედ ის მომენტია, როდესაც უკრაინისთვის მხარდაჭერა უნდა გავზარდოთ. მათ უნდა ჰქონდეთ საშუალება მოლაპარაკებებისთვის ძლიერი პოზიციიდან.